მოგესალმებით და მოდით ნახოთ, რატომ სდუმს ადამიანი, ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ქალია კაცია. ნახოთ, რატომ სდუმს და არ გამოდის კონტაქტზე, ხო? ვთქვათ, რატომ ან უბრალოდ შეიძლება კონტაქტზე, მაგრამ რაღაცას არ ამბობს ყოველ შემთხვევაში. ნახოთ, რატომ სდუმს ადამიანი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. სდუმილის მიზეზი. ადამიანი რაღაცა არჩევანის წინაშე დგას, შეიძლება ითქვას, როგორ გადალახოს, როგორ გადაიაროს რაღაცა თავისი მდგომარეობა. ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ამ ეტაპზე აქვს პატარ-პატარა პრობლემებიც, რომელიც, ვთქვათ, მოსაგვარებელი აქვს და შესაბამისად გაანალიზების მდგომარეობაში არის, ხო, რატო სდუმს. კი, ანუ ადამიანი იღებს რაღაცა საკმაოდ გლობალურ გადაწყვეტილებებს, შეიძლება პატარ-პატარა კი არა და აშკარად გლობალური გადაწყვეტილებების მიღების მდგომარეობაში. ეს არ ეხება მარტო პირად ურთიერთობებს. შესაძლებელია სამუშაო მდგომარეობა იყოს, რაღაცა კარიერული კუთხით იყოს, ხო, წინსვლა, ან ქვეყნის შეცვლა, რაღაც. ადამიანი იმიტომ არის ეხლა ჩაკეტილი, არ აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი მეგობარი იქნება, პარტნიორი იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს, ადამიანი უბრალოდ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გაანულოს თავისი პრობლემები, გაანულოს თავისი სიტუაციები, შეცვალოს კურსი, მიიღოს გადაწყვეტილებები თავის ცხოვრების რაღაცა ახალ ეტაპზე, ხო? ადამიანი არის ძალიან დიდი ტრანსფორმაციის მდგომარეობაში. ადამიანს აქვს რაღაცა შესაძლებელია რამე ისეთიც მოხდა, რომელსაც უბრალოდ არ უნდა რომ თქვას და ამ ტრანსფორმაციის საკუთარ თავთან ბრძოლის მდგომარეობაში იყოს, ან შესაძლებელია ვიღაცასთან კონდეს რაღაცა კამათის მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, რომ უბრალოდ ელოდება სიტუაციას, ხო, რაღაცა იმიტომ გაქრა ჰორიზონტიდან, რომ მისი ცხოვრების ცოტა ესეთი ეტაპი არის, როდესაც ადამიანს ცოტა ისე ვიტყოდი კიდე, რომ კარმული გაკვეთილების მდგომარეობის პერიოდიც შესაძლებელია იყოს და ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად გადაეშვეს თავისი ცხოვრების გადახედვაზე, გადაფასებაზე, გადალაგებაზე და ერთის მხრივ შესაძლებელია ვიღაცებისთვის იყოს ეს მომენტიც, რომ ადამიანი შეიძლება რაღაცა მონასტრისკენ მიდის, სადაც ცდილობს, რომ სულიერი სიმშვიდე იპოვოს, ხო, რაღაცა გაანალიზების მდგომარეობა იპოვოს, რაღაცა ამოცანები ამოხსნას, რომელიც თქვა სამყარომ გამოუგზავნა, ხო? ადამიანი იმიტომ სდუმს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც კონკრეტულად ცვლილებები, ნაბიჯებით უნდა დაამტკიცოს თავისი ცხოვრების.